კარგი, როგორია ხალხები ატარეთ? თოვლის ბაბუა იყო მოსული? საჩუქრები მოიტანა? ამაგარია. ყოველთვის ასე ხდება, თოვლის ბაბუა ყოველთვის ასე იქცევა და ჩვენ გქონდა ჩვენება დეკემბრის ბოლოს და ეხლა გვაქვს იანვრის ბოლოს ჩვენება ყოველი თვის ბოლოს გვაქვს როგორც იცი. აბა ვინ ხართ პირველად ჯადოსნურ მაპარში? აჰა. ესე იგი ახალისტურები გვაქვს. მოდი უსმათ მოკლედ თვის უნდა უთხრათ თქვენს ახალ მეგობრებს, რომლებიც შემოგვიერთეთ კლუბში, მოუყვეთ რას ნიშნავს ჯადოსნური მაპარი, ვის სურს? გამოიქეთ, მოდი. მოდი. კი. შეძინდა უთხრა. რათვია? როგორ? ალისია რათი, დაუკარიტაში ალისია რათი. როგორ? კარგად, მადლობა. აბა შენ იცი რა არის ჯადოსნური მაპარი? ჯადოსნური მაპარი არის კინოთეატრი. ბავშვებისთვის ალბათ ხო? დიახ. და ჯადოსნურ მაპარში როგორ ფილმებს ვაჩვენებთ? კი, მართალია სასაცილოს, ხიარულ სევდიანს და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის ერთხელ ფილმები თუ რამდენიმეჯერ? ნუ წელს განმავლობაში რამდენიმეჯერ? ისე თვეში ერთხელ, ხო? ყოველი თვის ბოლოს შაბათს. ხო ასეა? ჯადოსნურ მაპარში მოკლემეტრაჟიანი ფილმების გარდა შავ-თეთრ ფილმებს ვაჩვენებთ? დიახ. ფერადებს? ფერად ფილმებს ავაჩვენებთ ხოლმე? არის ვიცინაზე? ფერადი არის ხო? ანიმე არ გასწავლს? კარგი, მადლობა, დაუკრათ აშკარისები. თუ შეიძლება მადლობა. მოკლედ ჯადოსნური მაპარი როგორც არის არის კინოთეატრი ბავშვებისთვის, სადაც სხვადასხვანაირ ფილმებს ვაჩვენებთ. და ჩვენი კინოკლუბის მიზანია, რომ ერთად ვიმოგზაუროთ კინოს ჯადოსნურ სამყაროში. მაგრამ ჩვენ რომ ვიცოდეთ კინო რა არის, ჩვენ უნდა ხანდახან დავბრუნდეთ წარსულში. ხო ასე არის? წარსულში ველოდებიან როგორი გმირები, შავ-თეთრი როცა იყო ფილმი. ვინ გახსოვთ აბა შავ-თეთრი ფილმები და ჩარლი ჩაპლინი კიდე? ვინ ხარ კიდე? როლერი და ჰარდი, რა თქმა უნდა ჩვენ ისინი ვნახეთ. კიდე ვინ გახსოვთ? ბასტერ კიტონი იცი ესეთი? ჩარლი ჩაპლინის დროს მოღვაწეობდა? არა. ჩარლი ჩაპლინის თან ერთად იყვნენ როლერი და ჰარდი, ბასტერ კიტონი იყო, რომელიც არანაკლები ცნობილი იყო, მაგრამ ჩარლი ჩაპლინი უფრო ყველასთვის საყვარელი და ისეთი გმირი იყო, ხო ასეა პერსონაჟი. ჩარლი ჩაპლინი როგორი არის? მოქალაქეობა არ არის ჩარლი ჩაპლინი. არ ხომ სხვათა შორის თავი. ამაზე ლოგიკები. ვინ იცით ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფია? ჩარლი ჩაპლინი სად დაიბადა თქვენი აზრით? შვეიცარიაში? შეიძლება შვეიცარიაში დაბადებულიყო, მაგრამ შვეიცარიაში ბოლოს ცხოვრობდა, შენ ალბათ ეს გახსოვს. მართალია, ჩაპლინი თავის ბოლო წლებს ატარებდა შვეიცარიაში, რადგან ამერიკიდან გადადეს როგორც მოღალატე და ასე ვთქვათ, აგენტად გამოაცხადეს და ჩარლი ჩაპლინს უთხრეს, რომ უნდა დატოვა ამერიკაო და სხვათა შორის ძალიან წუხდა მთელი ამერიკა ამის გამო და შემდეგ წლების მერე ოსკარი გადასცეს, იცით ხო ოსკარის დაჯილდოება რა არის? ოსკარი გადასცეს დამსახურებისთვის და ისე მიიწვიეს ამერიკაში და მისცეს ეს სპეციალური ჯილდო მას და ძალიან დიდი ემოციები იყო. მოკლედ ჩარლი ჩაპლინი დაიბადა ინგლისში. თქვენი აზრით ჩარლი ჩაპლინის ძმა ჰყავდა? კი, ძმას ერქვა სიდნეი. ესე იგი ჩარლი ჩაპლინს ჰყავდა უფროსი ძმა, რომელსაც სიდნეი ერქვა, ჩაპლინი იყო პატარა. ჩაპლინი დაიბადა 1899 წელს. 6 წლით ადრე, ვიდრე პირველად ძმები ლუმიერები გამოუშვებდნენ მოძრავ სურათს ეკრანზე. ლუმიერების ამბავი ხო გახსოვთ? პირველი რა იყო? რა აჩვენეს პირველად ეკრანზე? მატარებელი. მას მოდი ებაზე შეტახეთ. მე მასწავლებელი არ ვარ, მე პროფესიით სხვა მსახიობი ვარ. მაგრამ მასწავლებელი ძალიან დიდ პოზიციაზე, ამიტომ ვერავინ ჩემ თავზე იმას რომ მასწავლებელი ვიყო, მოდი უბრალოდ ვიმეგობროთ და ირაკლი დამიძახეთ ხოლმე. ხო შეიძლება? ირაკლი დამიძახეთ და მე გამიხედავთ ხოლმე აუცილებლად. ესე რომ შევჭერდეთ. გადიხარ? ძალიან კარგი. მიხარია და წარმატებებს გისურვებ. მოკლედ ჩარლი ჩაპლინი 1999 წელს დაიბადა და 6 წელიწადში ბავშვობა ძმებმა ლუმიერებმა გამოუშვეს მოძრავი მატარებელი მოდიოდა ეკრანზე. ამ დროს, როდესაც მაყურებელი იყო დარბაზში, გაიქცა ყველა დარბაზს და იმიტომ რომ ეგონათ რომ მატარებელი მათ დაეჯახებოდა. იმიტომ რომ
იმ დღის მერე კინოს შეერქვა როგორც ჯადოსნური სამყარო და ჯადოსნური ეკრანი. ამიტომ ჩვენს კინოთეატრსაც ქვია ჯადოსნური ლამპარი. მოკლედ 6 წლით ადრე სანამ ეკრანზე ამოძრავდება ფოტო ჩარლი ჩაპლინი იბადება ინგლისში და თქვენი აზრით ის მდიდარ ოჯახში იბადება თუ ღარიბ ოჯახში? ღარიბ ოჯახში. ჩარლი ჩაპლინი როგორი არის? ის ხოლმე მაწანწალაც არის, მაგრამ თან ჯილდბენია. ცოტა მდიდრულად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში მდიდარი არ არის. მისი ქცევები დახვეწილია, ეგონება რომ არისტოკრატიულ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ სინამდვილეში ის ქუჩის მაწანწალაა. ხო ასეა? და ესე შექმნა საყვარელი სევდიანი სასაცილო და სოლიდური პერსონაჟი, რომელიც დღემდე ახარებს ბავშვებს და მთელ მსოფლიოს. მე პირადად ძალიან მიყვარს ჩარლი ჩაპლინი, როცა ვაუბრებდი ამ ჩარლი ჩაპლინის ნებისმიერ ფილმს, ყოველთვის მონოსხული ვარ. ყოველთვის ჯადოსნურ სამყაროში ვხვდები. მოკლედ ჩარლი ჩაპლინის ბიოგრაფიას რო დავუბრუნდეთ, ჩარლი ჩაპლინის ზრდიდა დედა. ცით ეს ისტორია. მამა სამწუხაროდ არ ცხოვრობდა მათთან ერთად, ჩარლი ჩაპლინი ცხოვრობდა დედასთან და ძმასთან ერთად. მაგრამ ჩარლი ჩაპლინის დედა იყო მსახიობი ბავშვები. იქ იყო ესეთი პატარა კაბარე ერქვა, სადაც იკრიბებოდა ხალხი და სცენაზე გამოდიოდნენ მსახიობები და მღეროდნენ, ლექსებს ამბობდნენ, ხუმრობდნენ და ხალხი ამაზე იცინოდა და შემდეგ ფულებით აჯილდოვებდა. მაგრამ ჩარლი ჩაპლინის დედას ჰქონდა პრობლემა. ბავშვები მომისმინეთ, ჩარლი ჩაპლინის დედას ჰქონდა პრობლემა. ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ჰქონდა ძლიერი და ხშირად უწევდა ხოლმე საავადმყოფოში გადაყვანა. და ჩარლი ჩაპლინი მარტო რჩებოდა ხოლმე და სიდნეის და ჩარლი ჩაპლინი მიყავდათ ხოლმე ბავშვთა სახლში. სადაც მოწონდა ჩარლი ჩაპლინს არასოდეს. იმიტომ რომ დედასთან ერჩინა, რა თქმა უნდა, პატარა იყო ჯერ და ერჩინა რომ დედამისთან ახლოს ყოფილიყო. პირველად ჩარლი ჩაპლინის სცენაზე რამდენი წლის ასაკში მოხდებოდა თქვენი აზრით? დიდი იყო? თუ პატარა? არც ისე დიდი. მე გეტყვით და გაგიმხელთ რომ ჩარლი ჩაპლინი პირველად სცენაზე მოხდა 5 წლის ასაკში. ერთხელ დედამ წაიყვანა თავისთან სამუშაოზე, სადაც უნდა ემხერა. მაგრამ მართლობის მდგომარეობის გამო ხმა არ ჰქონდა დედამის კარგი და რო იმხერა ხალხმა დაიწყო ყვირილი და ასე შემდეგ. და ჩარლი ჩაპლინი გამოვარდა სცენაზე რომ დედა დაეცვა. პატარა 5 წლის ჩაპლინი. გამოვარდა სცენაზე და აწვდა მაშინვე სიცილი, იმიტომ რომ ჩარლი ჩაპლინი ძალიან სასაცილო და საყვარელი იყო თავიდანვე. აწვდა სიცილი სცენაზე და ხალხმა დაიწყო ფულების სროლა. და ჩარლი ჩაპლინი თავის ბიოგრაფიაში წერს, რომ მე ფულების აკრეფა დავიწყე მაშინვე, იმიტომ რომ მეგონა რომ წაგვართვენდნენო. ხო და ამაზე უფრო დიდი სიცილი აღწერა და აი ესე შედგა ჩარლი ჩაპლინის პირველი გამოჩენა მაყურებლის წინ, რომელიც და რა ემოციაც გამოიწვია მაყურებელში, ბავშვებო, ის ემოცია მთელი ცხოვრება გამოყვა ჩარლი ჩაპლინს და იყო ასეთი. მერე იზრდება ჩარლი ჩაპლინი, ხდება დიდი და პანტომიმის თეატრთან ერთად მიემგზავრება ამერიკაში. ამერიკაში რა არის ბავშვებო? ჰოლივუდი. დიდი ინდუსტრია, კინოინდუსტრია. სადაც თან მუშაობდა დარჩა იქ ამერიკაში და მუშაობდა დამხმარედ იქ გადაღებებზე ეხმარებოდა ხოლმე რეჟისორებს და ერთ-ერთი მსახიობი არ მოვიდა და ჩარლი ჩაპლინს უთხრეს რომ იქნება შენი თამაშო. ასევე ბიოგრაფიაში ჩარლი ჩაპლინი წერს რომ მაშინვე გავიქეციო გარდერობშიო, გარდერობი იცით რა არის, სადაც დასაცველები კიდია. გავიქეცი სადაც დასაცველები კიდიო და პირველი ხელში რაც მომყვა ის ჩავიციო. ფეხსაცმელები დიდი მქონდაო, შარვარიც დიდი ჩავიციო, იმიტომ რომ ეშინოდა რომ ეს იყო მისი შანსი რომ ფილმში მოხდებოდა და რაც მომყვა ხელში ჩავიციო, ყველაფერი შემოიცვა, რაღაცა ჯოხი გავიჭირე ქუდიო და ულოში გავიწებე მაინცო და გამოვარდიო რომ აი ასეთი ვიქნებიო. და ამწყდარა სიცილი. ძალიან დიდი სიცილი და მას შემდეგ აი ესე იბადება ჩარლი ჩაპლინი. როგორ დაგის ჩარლი ჩაპლინი გახსოვთ? როგორ დაგის? ვინმე შეუძლია გააკეთოს? ჩარლი ჩაპლინი როგორ დაგის? ესეა ხო ფეხები რაღაცაა და ვერ აღგავს, გეგონება ვერ აღგავს ამ ფეხებს, იმიტომ რომ ფეხსაცმელები დიდი აქვს. და რო დაგის ის ფეხსაცმელები რო შეინარჩუნოს, ვერ წაიქნოს ფეხებს. და ესეთი პერსონაჟი გამოჩნდა ჩარლი ჩაპლინი. ეხლა გადავიდეთ იმაზე, რომ ეს ბიოგრაფიის პატარა მონახაზი. ესე იგი ვიცით რომ დედა ყავდა, რომელიც ხშირად ავადმყოფობდა ხოლმე და ძმა ყავდა და მათთან ერთად ცხოვრობდა. დედამისი იყო მსახიობი
ჩარლი ჩაპლინის მერე ნელ-ნელა გახდა უდიდესი მსახიობი და შეაბიჯა დიდ კინოინდუსტრიაში. უხმო და შავთეთრი ფილმი როგორია? აქ თქვენი დახმარება დამჭირდება. უხმო და შავთეთრი ფილმს რა ახასიათებს? იქ მსახიობები ლაპარაკობენ, მოდი გავაკეთე. მოდი. ესე არის ხმარა ხო, რა ქვია? ალექსანდრეს ნაში დაუკრა. ალექსანდრე, ესე უხმო და შავთეთრი ფილმი როგორია? ხმარა აქვს, ხო? კიდე რა ხდება ხოლმე უხმო და შავთეთრი ფილმში? როგორ ვიგებ მსახიობები რას ლაპარაკობენ? როგორ და პირისის. და კიდე ეკრანი შავდება და რა ხდება მე შავ ეკრანი? ეკრანზე გადის ხუსტა. წარწერები, ხო? აი ორი მსახიობი ლაპარაკობს უხმოდ და უცბად გაშავდება. ხო, აი ეკრანი ზუსტად და გაშავდება ეკრანი და იქ მე წერია რა თქვა მსახიობმა, ხო ასეა? კიდე შენი აზრით მუსიკას უკრავდნენ უხმო და შავთეთრი ფილმის დროს? მუსიკა არ ჭირდებოდა ფილმს? არა. დარწმუნებული ხარ? ვინ ეთახმება ალექსანდრეს? და ვის გონია რომ მუსიკა მაინც საჭირო იყო? აჰა, უბრალესობით მოდი გადავწყვიტოთ რომ მუსიკა საჭირო იყო. მაგრამ როგორ უკრავდნენ შენი აზრით მუსიკას? თუ ხმა არ ისმოდა მუსიკა როგორ ისმოდა? ვინმე უკრავდა? არა, ალექსანდრე არ არის მოხერო მუსიკა იყოს ფილმში, მაგრამ სინამდვილეში გეტყვი, რადგან მეგობრები ვართ, მოდი ესე ვისაუბროთ, რომ მაშინ ორკესტრი იჭდა დარბაზში და მუსიკას უკრავდა. მუსიკა იმისთვის არის საჭირო, რომ გავიგოთ როგორი სცენა, სევდიანი, ხიარული, მოწყენილი თუ რა. მუსიკა არის, მივახციეთ იმას, რომ მუსიკა ფილმში არსებობს. მართალი ხარ. და ორკესტრის გარდა შეიძლება რომ ერთ ადამიანს დაეკრა, მაგალითად პიანინოზე. კი. ეს ხომა გადახსნა. კი, მოკლედ ალექსანდრე და მე თავხდებით რომ ესე იგი ისე ფორტეპიანოზე. რა თქმა უნდა, მართალია. ფორტეპიანოზე უკრავდა ერთი ადამიანი და გამოსცემდა ფილმის ხასიათს. ასევე ორკესტრი იჭდა ხოლმე და ისე რა ქვია? ტაპერი, ხო? რას ნიშნავს ტაპერი? მუსიკას. კარგი, მადლობა ალექსანდრე, მადლობა შენ ინფორმაციისთვის. ესე იგი, ტაპერი ერქვა, მეც არ ვიცოდი ეს. ძალიან დიდი მადლობა, რომ გავიგე ეს ტაპერი რომ ერქვა. ან შენ ამახსოვდა და ვიცოდი. მაგრამ ახლა გავიგე ეს ინფორმაცია. მოკლედ, ესე იგი, უხმო და შავთეთრი ფილმის დროს ბავშვებო, ორკესტრი იჭდა დარბაზში და უკრავდა მუსიკას. გადიოდა შუალედური ტიტრები, შავდებოდა ფონი და წარწერები ეწერებოდა, მაგრამ და ამას კითხულობდნენ კომენტატორები. ჩვენ ჟანგოსულ მაპარში გადავწყვიტეთ, რომ ზუსტად ასეთ სტილს მიმართოთ. მე ლაივში რო ქვია ინგლისურად, ანუ პირდაპირ ზივარით და იქიდან თარგმნი ხოლმე ფილმებს თქვენთვის, რომ შეგრძნებით, ვიცოდეთ როგორი არის, როდესაც ადრე უხმო და შავთეთრი ფილმის დროს ადამიანები იდგნენ და ხმამაღლა თარგმნიდნენ ფილმებს. დღევანდელი ფილმი რა არის? რა ქვია დღევანდელი ფილმი? ჩარლი ჩაპლინის რა ფილმი? ბავშვი. ესე იგი ჩარლი ჩაპლინის ფილმი ბავშვი. ვინ თამაშობს ჩარლი ჩაპლინთან ერთად? ერთადერთი მთავარი როლია, რომელიც ჩარლი ჩაპლინმა გაუნაწილა სხვას და ეს იყო ჯეკი კუგანი. ჯეკი კუგანი იყო ესეთი პატარა 5 წლის ბიჭი, რომელიც ჩარლი ჩაპლინმა შეარჩია და გადაიღო და ის მაშინვე ვარსკვლავი გახდა. ერთადერთი ფილმია ბავშვებო, სადაც ჩარლი ჩაპლინმა მთავარი როლი გაუნაწილა სხვა მსახიობს. და ყავს მეორე მსახიობი პატარა ჯეკი კუგანი, რომელსაც ძალიან დიდი ფული გადაუხადეს მაშინ. წარმოიდგინეთ 4 მილიონი გადაუხადეს პატარა ჯეკი კუგანს და მშობლებმა ეს ფული მერე თვითონ გააკარგეს და დახარჯეს. და ამის მერე გაჩნდა ფონდი, რომელსაც ქვია კუგანის ფონდი და პატარა ბავშვები როცა თამაშობენ ჰოლივუდში ფილმებს, მათ შემოსავალს იცავს ეს კუგანის ფონდი და რო გაიზრდება ეს მსახიობი, მერე ამ გადასცემენ მას ამ ფულს, რომ და კუგანის წარმატება იმხელა იყო, რომ თითქმის ჩარლი ჩაპლინსაც კი გადააჭარბა. თუმცა ჩარლი ჩაპლინი უკვე ყველაზე ძალიან უყვარდა და ამიტომ ეს ფილმი შედგა ისეთი როგორიც არის. სხვადასხვა ეს ფილმი ბავშვი ძალიან დიდი ხანი მოდის, რაც არსებობს კინოს სამყაროში
და ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია ყოველთვის და მის ნახვა ყოველთვის აღმართოვანებელი და ყოველთვის ამაღლებელია ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. მოკლედ, რა ხდება ფილმში ხო არის ჟურნალი ვინ წაიკითხა? ჟურნალები მოგივიდათ? კი? შეგიძლია უბრალოდ მოგვიყვე? მე კითხეთ დაგისვა. თუ ვიდა მაგიდან გითხარ. წაიკითხეთ ჟურნალი. კი, ვინ წაიკითხეთ კიდე ჟურნალი? არ მოგივიდა? ვის მოგივიდა? მოგივიდა, წაიკითხეთ? არა. არა და პატარა ჟურნალია. კარგი, მოკლედ გეტყვი და შემდეგ გადავიდეთ წესებზე. მოკლედ ჩარლი ჩაპლინი ვიცით ვინ არის, ხო? დაახლოებით გავიგეთ რანაირი პერსონაჟია. და ეს ფილმი ბავშვი არის შემდეგნაირი. ჩარლი ჩაპლინი რა თქმა უნდა მოსეინებს ქუჩაში, შემთხვევით გადააწყვეტა ბავშვს, რომელიც დედა ატოვა სხვაგან და აღმოჩნდა ამ ქუჩაზე და ისე მოხდება, რომ ჩარლი ჩაპლინის მოუწევს მისი გაზრდა და ისინი იწყებენ ერთად ცხოვრებას. დანარჩენს აღარ მოვყვები, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოდ არის გაშლილი ყველა თემა, რაც კი შეიძლება ამ თემას ირგვლივ უტრიალებდეს და რა თქმა უნდა ჩარლი ჩაპლინი ვირტუოზულად ართმევს თავს ყველა დავალებას და ყველა ამისამას. კარგი, მე ბევრს აღარ დავაგზავნებ, მოდი გადავიდეთ წესებზე. ჩვენს კინოთეატრში არსებობს წესები, ბავშვებო, ხო ასეა? რა არის პირველი წესი? არ უნდა ვიხმაუროთ, იმიტომ არ უნდა ვიხმაუროთ, რომ შეიძლება ჩვენს გვერდზე ჯდომი, ეხლა დავამთავრებ და ჩვენს გვერდზე ჯდომი ძალიან ჩართული იყოს და აინტერესებდეს ფილმის ნახვა, როდესაც ჩვენ ხმაურობთ, მას ეშლება ხელი. მეორე წესი? არ ვილაპარაკოთ. არ უნდა შევჭამოთ. არ უნდა შევჭამოთ და არ უნდა დავლიოთ. ამურზე შევჯერდები. არსებობს ორნაირი კინოთეატრი, ბავშვებო. ხო, თუ კიდე არ დაგმოგაგრო, თავი არ ეხმაურობ. არსებობს ორნაირი, ბავშვებო, არის კლასიკური კინოთეატრი, სადაც მარტო ფილმის სანახავად მოდიან მაყურებელი და არის კომერციული კინოთეატრები, სადაც იყიდება პოპკორნი, კოკა-კოლა, ლიმონადები და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენმა კინოთეატრმა აირჩია ის გზა, რომ მოდი კლასიკური კინოთეატრი იყოს, რადგან კარგად შევიგრძნოთ, რას ნიშნავს ნამდვილი კინოთეატრი. კიდე რა უნდა ვქნათ? ჩვენ ცხოვრებაში შემოვიდა მობილურები, ხო ასეა? დიდი ხანია. მობილურები და გავუთხოთ. ხო, ტელეფონის ხურება შობია დიდ ეკრანს უყუროთ და ის ჯანმრთელი რაღაცები შევიგრძნოთ. ხო, ტელეფონის ხმა უნდა გაუთიშოთ, ამთლიანად გათიშოთ და თუ დაგირეკავთ, გარეთ უნდა გასვიდეთ, პასუხოთ და დაბრუნდეთ. იმიტომ რომ მართლა არ უნდა შევშალოთ ხელის ხმებს. კიდევ რა წესი არსებობს? მე ვქვია ირაკლი, ეს წესიც არსებობს, მე ვარ თქვენი მეგობარი და მე არ ვარ თქვენი მასწავლებელი. ჩვენ უბრალოდ მოგზაურობთ კინოს სამყაროში და თქვენს რაღაც ინფორმაციას მაწვდით, მეც რაღაც ინფორმაციას გაწვდით. და ბოლო წესი არის, რომ ყველა ეს წესი უნდა დავუცოთ. წყალი თუ დაგჭირდებათ არის უკან, აი შეგიძლიათ გაგიოთ საფერფარეშო არის, აი იქ შეგიძლიათ შეხვიდეთ, მაგრამ ყველა ერთად არ იქნება. უკვე? ძალიან კარგი. მოდი, გადავიდეთ ახლა თავზე. ჩვენ კინოთეატრს რა ქვია? უფრო ხმამაღლა? კიდე უფრო ხმამაღლა? ჩარლი ჩაპლინი ბავშვებო ცხოვრობდა თავის მასთან ერთად სიდნეისთან ღარიბულ სახლში. და დედამისი ხშირად ავადმყოფობდა ხოლმე, როგორც გითხარით. კარგად, აი ხა საუბრობდით ჩარლი ჩაპლინზე და საუბრობდით იმაზე, რომ თავის მასთან ერთად ცხოვრობდა სიდნეისთან ერთად. და ხო, და კიდევ ის რომ დედამისი ხშირად ავადმყოფობდა ხოლმე. ხო. და არ იყო მათთან ერთად, მაგრამ როგორც კი მათთან ერთად ჩდებოდა დედამისი, ბრუნდებოდა. ძალიან ხიარულობდნენ
სამივე. და იცი რა შეგვიძლია? თამაში. ოიცა. დედავისი ხო მსახიობი? და ეგეთი თამაში ქონდა, ფანჯრიდან გადაიხედებოდა. ვიღაცას დააგვირდებოდა. მე ამას. გამოცნობა ეს. პროფესიის გამოცნობა. გირა, ჩალი ჩაპლინი ამხელა მსახიობი ადამიანი, ეხლა შენ გინდა გიქონა ბავშვი რომ თამაშობ, მე თამაშობ და? მე საქმე არ გაკეთე. არა, მომისმინე არა ეს. ჩალი ჩაპლინის დედა რომ არ თამაშობდა. მაგიტომ მომისმინე აქ. მაგიტომ ჩამოყალიბდა მსახიობი ჩაპლინი, რომ მასე გამოუშვა ეს ყველაფერი. და თავიდან არ თამაშობდა გამოცნობა. თუ არ ჩერდა, მოგიერთო, ფარე. კაცებს იქ. ფარე გახუჭე, აი გახუჭე. ოიცა! არა მოხეიცე. არა, всё, გახუჭე ფარე. ეხა დაჭექი. გეშინია, დაჭექი. აი ეს. ეხა წარმოიდგინე, რომ ჩვენ ვართ ლონდონში. ერთ-ერთ სახლში. კარიბულის ჩვეულებრივ სახლში. ჩარლი ჩაპლინის დედა შემოდის ოთახში. ჩარლი და სიდნეი ბედნიერები არიან, იმიტომ რომ დედამისი აქ არის. და იწყებენ თამაშს. დავიწყოთ, გახილეთ თვალები. აი ხა ნახე. აჭირდა. პოლიციელია. ეგა ხოჩა. აბა შემდეგ. უცრაობას არ იგულირებდა. აბა შემდეგი. აბა ეს ვიდა? აი, მოწყალებას ხო? მოწყალებას ხო სულოვარი. ხოჩა. აბა შემდეგი. პირველი სასრიალო მოედანი ასე ქვია.
ეს მოკლედრაჟიანი ფილმი 1916 წელსაა გადაღებული.